კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო არ არის ჩუმი დაავადება, რომელსაც ადრეულ ეტაპზე დაიჭერ. ის ფარულად მოქმედებს. ის სხეულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს გვერდს უვლის. ამიტომ, როცა რაღაც არასწორად იგრძნობა, ხშირად უკვე დაგვიანებულია. წლების განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა. 100-დან მხოლოდ რამდენიმე პაციენტი თუ ახერხებს გადარჩენას. სტატისტიკურად ეს გავს რუსულ რულეტკას, როცა 6-დან 5 სავაზნე დატვირთულია, მაგრამ 10 წლეულების წარუმატებლობის შემდეგ მკვლევრებმა დაიწყეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დაცვის გარღვევა. მათ ის ხელშეუხებლიდან ისეთად აქციეს, რაზეც შეტევა შეიძლება და რაც მათ აღმოაჩინეს ამ ფარული სისტემის შიგნით, ყველაფერს ცვლის. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინამ დიდი პროგრესი განიცადა ვირუსებთან ბრძოლასა და კიბოს გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო კვლავ გადაუჭრელ საიდუმლოდ რჩება. ციხესიმაგრედ, რომლის გარღვევაც ექიმებს წამლებით შეუძლებელი აღმოჩნდათ. მაშინაც კი, როდესაც თანამედროვე სამედიცინო მიღწევებია, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სასაერთო გადარჩენის მაჩვენებელი დაბალია, ძალიან დაბალი. დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ს შეადგენს. ეს ყველა ძირითადი კიბოს ტიპს შორის ყველაზე დაბალია. დიდარ ქვეყნებში 2017 წელს დიაგნოსტირებული ყველა კიბოს 5 წლიანი საშუალო გადარჩენის მაჩვენებელი 70% იყო. და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს უმეტესობა მაშინვე არ ვლინდება, სანამ ძალიან გვიან არ ხდება. ამ დროს უკვე მეტასტაზირებულია მეოთხე სტადიაზე. სინამდვილეში კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 5-დან 4-ზე მეტი სწორედ ამ სტადიაზე დიაგნოსტირდება. მეტასტაზური კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში 5 წლის გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია. პაციენტების მხოლოდ 3% რჩება ცოცხალი. რა ხდის მას ასეთ მომაკვდინებელს? ეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მოქმედების თავისებურებაა. ეს არის საბედისწერო კომბინაცია მდებარეობის, იმუნური პასუხისა და გამოვლინების მხრივ. კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები იშვიათად იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი სხეულის სიღრმეში მდებარეობს. ისინი ფიზიკურად არ ჩანს და არც ისეთ სიმპტომებს იწვევს, რასაც პაციენტი იგრძნობს, სანამ სხვა ორგანოებსა და სხეულის ნაწილებში არ გავრცელდება. არ არსებობს სკრინინგის ტესტი, რომელიც დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს, რადგან ის სწრაფად და ჩუმად ვითარდება. ჩვეულებრივ, პაციენტები მხოლოდ მაშინ ამჩნევენ პირველ სიმპტომებს, სიხვითლეს და მუცლის ტკივილს, როცა კიბო უკვე გავრცელებულია. ამ დროისთვის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო თრგუნავს ორგანიზმის ადრეული გაფრთხილების სისტემებს თავისი სტრუქტურის გამო, რაც მას პრაქტიკულად მკურნალობისადმი რეზისტენტულს ხდის. ამდრამდე ექიმები ყოველთვის გააკვირვებულნი იყვნენ ორგანიზმის რეაქციით კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოზე, რადგან უმეტეს პაციენტებში თითქმის არანაირი რეაქცია არ იყო. ვერ ხსნიდნენ, რატო არ აქტიურდებოდა პაციენტების იმუნური სისტემა. კიბოს უჯრედები მთელ ორგანიზმში იზრდებოდა და მრავლდებოდა ისე, რომ T უჯრედები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მათ შესაჩერებლად. შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რა ხდებოდა სინამდვილეში. კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები გლიკოპროტეინებით იფარავენ თავს, რათა ჯამფრთე უჯრედებს დაემსგავსონ. ეს შაქრიანი საფარი იმუნურ სისტემას აძლევს სიგნალს, რომ არ იმოქმედოს, რაც სიმსივნურ უჯრედებს საშუალებას აძლევს ყველას თვალწინ შეუმჩნევლები დაჩნენ. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა PDAC შეიძლება იწვევდეს გარკვეულ იმუნურ პასუხს, მაგრამ T უჯრედებს მაინც არ შეუძლიათ სიმსივნეში შეღწევა. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს უჯრედების სტრუქტურაში არის რაღაც ისეთი, რაც აჩერებს ერთადერთ საშუალებას, რომელიც მათ წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებდა. მაგრამ ჰორიზონტზე ახალი განვითარებაა, რადგან ახლა უკვე გატეხილია ის კოდი, რომელიც აქამდე მკურნალობისთვის მიუწვდომელ და წამლებით დასაძლევად შეუძლებელ კოდად ითვლებოდა. იმისთვის, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო დაემარცხებინათ, მეცნიერებს უნდა ეპოვათ გზა, რომ გაევლოთ იმ ბეტონის ბუნკერში, რომელსაც კიბო ქმნის. ბუნკერი, რომელიც ცნობილია როგორც დესმოპლასტიკური სტრომა, გამაგრებული კედელი, რომლის გარღვევაც მეცნიერებს თითქმის შეუძლებლად მიეჩნდათ. როცა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო იზრდება, ის თავის კონტროლქვეშ აქცევს მის გარშემო არსებულ უჯრედებს. მუტირებული კიბოს უჯრედები თავის მხრივ აზიანებენ მათ გარშემო არსებულ ქსოვილს. შედეგად, სხეულის ჭრილობის შეხორცების რეჟიმი აქტიურდება და სიმსივნის გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება. PDAC ამ ქსოვილს იტანებს როგორც ფარს, რომელსაც სტრომა ეწოდება. ის ბევრად უფრო მკვრივია ვიდრე ქსოვილი, რომელიც სხვა უმეტეს კიბოებს გარს აკრავს. რატომღაც PDAC წარმოქმნის წარმოუდგენლად ბოჭკოვან ქსოვილოვან ბარიეს, რომელიც ხელს უშლიბოს უმეტეს მკურნალობას მიაღწიოს იმ უჯრედებამდე, რომელთა წინააღმდეგაც ისინი უნდა იბრძოლონ. გარდა იმისა, რომ ის ყველაზე ცუდი ტიპის მაღალი უსაფრთხოების ღობესავით მუშაობს, დესმოპლასტიკური სტრომა კიდევ ერთ პრობლემას ქმნის: შიდა სითხის წნევას. სიმსივნის უჯრედები წარმოქმნიან ძლიერ ჰიდროფილურ შაქარს, რომელიც იზიდავს და შთანთქავს წყალს, რის შედეგადაც სიმსივნის ნაწილები შუქდება. მაგრამ სიმსივნე ვერ ახერხებს სითხის გადინებას ან გარეთ გაფართოებას, რადგან მკვრივი სტრომა ამას ბლოკავს. ეს გავს ბუშტის წყლით შევსებას ბეტონის გარში. მას გაფართოების ადგილი არ აქვს, რის შედეგადაც უჯრედებსა და სისხლძარღვებზე შიდა წნევა წარმოიქმნება. თუნდაც ექიმებმა შეძლონ ბარიერის გვერდის ავლა. სტრომის მიერ შექმნილი წნევა ფიზიკურად აწვება და კეტავს სისხლძარღვებს, რომლებიც წამალს მიიტან. ლებებიც წამალს მიიტანენ. ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიაც აგებული ბრძოლა ხდება. პანკრეასის სიმსივნეზე წამლების გამოყენება ჰგავს სპაგეთის კედელზე სროლას და იმის მოლოდინს, რომ ის გაივლის მას. ამ ყველაფერმა პანკრეასის კიბოს ტრადიციული თერაპიები მტკივნეულად და უმეტესად უსარგებლოდ აქცია. სამედიცინო სამყარომ სხვა რამეზე უკეთესზე უნდა ეფიქრა. სცენაზე შემოდის ნალირფოქსი.
ტრადიციული ქიმიოთერაპია კიბოს უჯრედებს არ ესმის თავს, ის ყველაფერს აზიანებს. ქიმიოთერაპია ბიოლოგიური ხალიჩური დაბომბვის ტოლფასია. როდესაც მას იყენებენ დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც ვერ წვდება, ფაქტობრივად კლავს სხეულის ბევრ ფუნქციურ ნაწილს, მაშინ როცა პანკრეასის სიმსივნე უნკურნალებელი რჩება. ერთმა ონკოლოგმა, დოქტორმა სამეკ როიჩაუდრიმ თქვა, რომ ჩვენი საუკეთესო ქიმიოთერაპიების შემთხვევაშიც კი საშუალო სარგებელი დაახლოებით 6 თვეს შეადგენს, ზოგჯერ კი მხოლოდ რამდენიმე კვირას ან თვეს. ეს თითქმის საკმარისი დრო არ არის ოჯახებისთვის, რომ სიტუაცია გაიაზრონ, მაგრამ ნალირფოქსი იყენებს უფრო ჭკვიანურ, მიზანმიმართულ მიდგომას. ეს პრეპარატი თავად კიბოს ფარულობას იყენებს მის წინააღმდეგ. ის ჯანს აქსოვილებს გვერდსულის, გადალახავს სიმსივნის დაცვას და სრულად ათავისუფლებს თავის მოქმედ ნივთიერებას, ხოლოდ მაშინ, როცა შიგნით მოხდება. კლევა, სახელად ნაპოლი 3 ჩატარდა 18 ქვეყანაში, რათა დაედგინათ, რამდენად ეფექტურია ეს ახალი მედიკამენტი. 770 პაციენტი, რომელთაც დაუდგინდათ მეტასტაზური პანკრეასის კიბო, ყველაზე მომაკვდინებელი სახეობა, შეირჩნენ კვლევაში მონაწილეობისათვის 2020 და 2021 წლებში. დაახლოებით ნახევარს მათგან მიეცა ნალირფოქსი, ხოლო დანარჩენ ნახევარს მეტასტაზური პანკრეასის კიბოსთვის ჩვეულებრივი პირველი ხაზის ქიმიოთერაპია. მათ, ვისაც მიეცა სტანდარტული ქიმიოთერაპია, მედიანური გადარჩენის ხანგრძლივობა 9.2 თვე იყო. მათ, ვინც ნალირფოქსით მკურნალობდა, საშუალო გადარჩენის მაჩვენებელი 11.1 თვემდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალო ადამიანისთვის ბევრი არ ჩანს, ონკოლოგიისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. ეს ნიშნავს 20%-იან გაუმჯობესებას გადარჩენაში დაავადებისთვის, რომელიც თითქმის უეჭველად სასიკვდილოდ ითვლებოდა. კიბოს სამყაროში ეს უზარმაზარი ნახტომია წინ. გარდა ამისა, პაციენტები საშუალოდ 6 კვირით მეტხანს იღებდნენ ნალირფოქსს, ვიდრე სტანდარტულ ქიმიოთერაპიას, რამაც საშუალება მისცა თავად პრეპარატს უფრო ეფექტური ყოფილიყო. ამ საოცარი შედეგების გამო, FDA-მ ნალირფოქსის განხილვა უმაღლეს პრიორიტეტად აქცია. 2024 წლის თებერვალში პრეპარატმა ოფიციალური FDA-ის დამტკიცება მიიღო, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს სჭირდებათ და შესაძლოა უფრო ხელმისაწვდომ ფასადაც. მიუხედავად იმისა, რომ FDA პირდაპირ არ აკონტროლებს რას დაფარავს ან არ დაფარავს დაზვევა, როდესაც პრეპარატი FDA-ის მიერ დამტკიცებულია, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ მას Medicare და Medicaid აფინანსებენ. მაგრამ ნალირფოქსი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან როგორც კი ექიმები სიმსივნეში შევიდნენ, მათ მაინც მოუწიათ გამკლავება საშიშ მტერთან, რომელსაც ვერაფრით შეეხებოდნენ, გენეტიკურ ბოროტმოქმედთან, რომელმაც პანკრეასის კიბო უმეტესობისთვის სასიკვდილო განაჩენად აქცია. იმ მუტაციის სტრუქტურა, რომელმაც თავად კიბო გამოიწვია. დაახლოებით 90-დან 95%-მდე პანკრეასის კიბოს შემთხვევებისა გამოწვეულია KRAS მუტაციით. მეცნიერებამ ის 40 წლის განმავლობაში ცნობილ შეუხებლად გამოაცხადა. KRAS გენი მუშაობს როგორც ჩამთველი გამომთველი, რომელიც აკონტროლებს როგორ იზრდება უჯრედები ორგანიზმში. პანკრეასის კიბოს უმეტეს შემთხვევაში KRAS გენი რაღაც გზით მუდმივად ჩართული მდგომარეობაშია და იქვე რჩება. მეცნიერებმა ზუსტად დაადგინეს, რომელ მუტაციას უნდა დამიზნებოდნენ. პრობლემა კი ის იყო, რომ ამის გაკეთების გზა არ ჰქონდათ. წამლები ჩვეულებრივ მუშაობს ისე, რომ ეწებება ცილის ზედაპირს, მაგრამ KRAS-ის მუტაცია იმდენად გლუვი იყო, რომ მეცნიერებმა მას დაზეთილი ბურთი უწოდეს. ვერაფერი ეწებებოდა მას. მედიკამენტები ვერ ებმებოდა მასზე და სანამ ვერ ებმებოდა, ვერაფერს გააწყობდა მის წინააღმდეგ. სანამ მეცნიერებმა არ გააცნობიერეს, რომ ამ საკითხს სრულიად არასწორი გზით უდგებოდნენ. მილიარდები დაიხარჯა იმის მცდელობაში, რომ ეპოვათ გზა, როგორ მიებღაუჭებოდნენ ცილის ზედაპირს. ექსპერიმენტული წამლებისა და კლინიკური კვლევების 10 წლეულები სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ თავიდანვე იყო დაფარული სისუსტე ამ ჯავშანში, რომელიც შეიძლებოდა სიმსივნის გულზე შეტევისთვის გამოეყენებინათ. იმიტომ რომ ცილას შეიძლება არ ქონოდა ნაპრალი, რომელზეც წამლები მიეკვრებოდა, მაგრამ მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ სწორი მეთოდების გამოყენებით შეეძლოთ ეს ნაპრალი ძალით გაეხსნათ. პრობლემა თავიდანვე ის არ იყო, როგორც ჩანდა. კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსება ფუჭად არ დახარჯულა. მეცნიერებმა დიდი ძალისმევა დახარჯეს იმის დასადგენად, თუ ზუსტად რომელი ქიმიური ნივთიერებები იყო საჭირო კიბოს უჯრედების მოსაკლავად. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ KRAS ცილას, როგორც ჩანს, არ ჰქონდა ჯიბე, სადაც წამალი მოთავსდებოდა და სასიკვდილო ქიმიურ დოზას მიაწვდიდა. 2013 წელს Kevin Shukatma, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსმა, ყურადღება გაამახვილა KRAS-ის კონკრეტულ მუტაციაზე, რომელსაც G12C ეწოდება. მათი ვისიტრობით რომ თქვათ, ეს მუტაცია გლიცინს ძალიან რეაქტიულ ნაშთად აქცევს. მეცნიერებმა შეიმუშავეს მრავალი მოლეკულა, რომლებიც მასზე თავად მიეკვრებოდა. და როცა ასე მოხდა, საინტერესო რამ მოხდა. ეს დაწებება აიჯულებდა ცილას ფორმა შეეცდა ეცვალა და მასში პატარა დამალული ხრუ გამოეჩინა. მეცნიერებმა ამ აღმოჩენას switch to pocket უწოდეს. შუკატის გარღვევა მხოლოდ პანკრეასის კიბოს ძალიან მცირე ნაწილს 1%-ზე ნაკლებს ეხლებს ეხებოდა, მაგრამ მან დაამტკიცა ის, რაშიც მრავალი მკვლევარი 10 წლეულების განმავლობაში ეჭვობდა. KRAS-ის მიზანში ამოღება შესაძლებელი იყო. სწორი ქიმიური ნაერთების პოვნა, რომლებიც ამ უკანა კარის გამოყენებას პანკრეასის კიბოს სხვა ტიპებისთვისაც შეძლებდნენ, ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა. ისეთი ნაერთების, რომლებიც ცილას არ დაესხმოდნენ თავს, არამედ თლიანად გამორთავდნენ მას.
Switch to pockets-თან შეკავშირებისთვის 480-ზე მეტი პოტენციური ნაერთი გამოიკვლიეს, სანამ არ იპოვეს ქიმიკატები, რომლებიც KRS-ის გადამფრთველს სამუდამოდ გამორთავდნენ. მეცნიერებმა იდეალური წამლის მიწოდების სისტემების სისტემა აღმოაჩინეს. ეხლა მხოლოდ ძალიან სპეციფიკური იარაღის შექმნა იყო საჭირო, რომ ეს სისტემა გამოიყენებინათ. მაგრამ ერთი პრობლემა იყო. ნაერთები თითქმის ზედმეტად ზუსტი აღმოჩნდა. ისინი მხოლოდ იმ კონკრეტულ მუტაციაზე მოქმედებდნენ. თუ მუტაცია შეიძლებოდა, წამლები სამიზნეს კარგავდნენ და კიბოს წინააღმდეგ პრაქტიკულად უსარგებლო ხდებოდნენ. წლების კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ, როგორც ჩანს, მეცნიერებმა მიიღეს სასურველი პასუხი. საკუთარი პერსონალური მკვლელი, რომელიც მომაკვდინებელია მსოფლიოს ყველაზე საშიში კიბოსთვის, დარაქსონრასიბი. და ეს შეიძლება ონკოლოგიის წმინდა გრაალი იყოს. მკვლევრებმა უკვე შექმნეს ზოგიერთი მიზანმიმართული KRAS-G12C ინჰიბიტორი, მაგრამ ისინი ცოტათი ზედმეტად მიზანმიმართული აღმოჩნდნენ. ისინი პანკრეასის სიმსივნეების წინააღმდეგ ისეთი ეფექტური არ იყვნენ, როგორც ექიმებს სურდათ. თუ ცილა კიდევ უფრო მუტივდებოდა, ან მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ხდებოდა, ამ პრეპარატების ეფექტურობა თითქმის ნულამდე მცირდებოდა. Daraxonrasib უფრო ფართო სპექტრისა და მას აქვს პოტენციალი, რომ დაძლიოს პირველი თაობის ინჰიბიტორების მიმართ რეზისტენტობა. ეს პრეპარატი მუშაობს ისე, რომ იზიდავს დამხმარე მოლეკულას, რომელსაც ციკლოფილინინ A ქვია. ის მოქმედებს როგორც მოლეკულური წებო, ქმნის კავშირს, რომელიც საშუალებას აძლევს პრეპარატს მიეკრას KRAS და გამორთოს ის სიგნალები, რომლებიც კიბოს ზრდას იწვევს. ასე რომ პრეპარატი სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში, პოულობს მუტირებულ KRAS ცილებს და მაგნიტივით ეწებება მათ. სადაც ქიმიოთერაპია სრული მასშტაბის დაბომბვას გავს, Daraxonrasib მიზანმიმართული ლიკვიდაციის პრინციპით მუშაობს. შედეგები გამორჩეული იყო. პრეპარატის კვლევების სერიაში 500 პაციენტი შეარჩიეს, რომლებსაც ან ქიმიოთერაპია, ან Daraxonrasib მკურნალობა ჩაუტარდათ. მათგან თითქმის 92%-ს ჰქონდა KRAS-G12C მუტაცია. ქიმიოთერაპიის საშუალო გადარჩენის მაჩვენებელი იყო 6.7 თვე, ხოლო მათთვის, ვინც Daraxonrasib მკურნალობდა, ეს მაჩვენებელი 13.2 თვემდე გაიზარდა. ინდივიდუალური პაციენტების ანგარიშებმა წაჩვენა, რომ უმეტესობისთვის Daraxonrasib ქიმიოთერაპიაზე გაცილებით ნაკლებად ტოქსიკური იყო. პაციენტებს საერთო ჯამში ნაკლები და ნაკლებად მძიმე გრედიტი ეფექტები ჰქონდათ და ბევრად ნაკლებმა გადაწყვეტა მკურნალობის შეწყვეტა ამის გამო. მდგომარეობა კიდევ უფრო უმჯობესდება, რადგან KRAS მუტაციები მხოლოდ პანკრეასის კიბოს არ იწვევს. ისინი უამრავ სხვა სიმსივნესაც იწვევს, მათ შორის ფილტვის, კოლორექტალურ, საკვერთხრის, ენდომეტრიუმის და სხვა ყველაზე გავრცელებულ და მომაკვდინებელ კიბოებს. ყოველ წელს 5.1 მილიონზე მეტ ადამიანს ერთ-ერთ ამ 4 კიბოზე უსვამენ დიაგნოზს. ამას გარდა 500,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს პანკრეასის კიბოს დიაგნოზს. წამალი, რომელიც KRAS მუტაციებს დაუპირისპირდება, რაც კიბოს იწვევს, სრულიად ახალი მეც მისცემს და პირდაპირ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება იქნება ყოველწლიურად 5.6 მილიონი ადამიანისთვის. სინამდვილეში მხოლოდ ფილტვის, პანკრეასის და მსხვილი ნაწლავის კიბოები კიბოთის სიკვდილის 3 წამყვანი მიზეზია. KRAS-G12C-ის საიდუმლოს ამოხსნა იმედს არ აძლევს მხოლოდ პანკრეასის კიბოს პაციენტებს, არამედ ყველა იმ პაციენტს, ვინც KRAS-ის მიერ გამოწვეული კიბოთი იტანჯება. მაშინ როცა ეს ახალი სასწაულმოქმედი წამალი იწყებს არსებული სიმსივნური სამიზნეების განადგურებას, კიდევ უფრო ნათელი მომავალი ჩანს ჰორიზონტზე. მეცნიერები კიდევ ერთი საოცარი მიღწევის ზღვარზე არიან. ტექნოლოგიის, რომელიც არა მხოლოდ კიბოს უმიზნებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ სიმსივნე აღარასოდეს დაბრუნდეს. კიბოს ვაქცინა. მიუხედავად იმისა, რომ Daraxonrasib თითქმის სასწაულმოქმედი მიღწევაა, ეს პანკრეასის კიბოს პაციენტებისთვის ისტორიის დასასრული არ არის. რადგან პაციენტების უმეტესობისთვის Daraxonrasib გარკვეული დროის შემდეგ ეფექტს კარგავს. მათ სიმსივნე მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ხდება. სიცოცხლის გახანგრძლივების მიუხედავად, ისინი კვლავ რჩებიან თავიანთ ყველაზე დიდ შიშთან პირისპირ, კიბოს დაბრუნებასთან. ერთი კომპანია იყენებს mRNA ტექნოლოგიას, ისეთივეს როგორიც გამოიყენებოდა ვაქცინაში, რომელმაც COVID-19 პანდემია დაასრულა, რათა შეცვალოს ვითარება. მათი იმედია, რომ თანამედროვე მედიცინას გამოიყენებენ არა მხოლოდ პანკრეასის კიბოს სამკურნალოდ, არამედ იმისთვისაც, რომ ის აღარასოდოდეს დაბრუნდეს. BioNTech-ის ინდივიდუალურად მორგებადი mRNA ვაქცინა ამჟამად პირველი ფაზის კვლევაშია. ჯერჯერობით შედეგები დამაიმედებლად გამოიხურება. ვაქცინა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება მათი უნიკალური სიმსივნის DNS-ის მიხედვით, რათა უკეთესად მიაგნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, რომლებიც პაციენტიდან პაციენტამდე განსხვავდება. BioNTech-ის კვლევაში ვაქცინა 16 პაციენტს მიეცა პანკრეასის კიბოს ოპერაციის შემდეგ. მკურნალობა ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიის პრეპარატებთან ერთად ტარდებოდა. პაციენტების ნახევარში ვაქცინამ სიმსივნეზე სპეციფიკური იმუნური უჯრედები ააქტიურა. mRNA ვაქცინებმა სპეციალურად გაწუხთმეს ეს მებრძოლი უჯრედები, რომ სიმსივნის უნიკალური ნიშანი ეცნოთ და კიბოს უჯრედები გაენადგურებინათ. ისინი შეუერთდნენ ორგანიზმის საკუთარ იმუნურ სისტემას, რათა გაეძურთნათ ის პანკრეასში შემოჭრილი მტრის ამოსაცნობად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. და რამდენად ეფექტურია ეს ამჟამინდელი მოძებნე და გაანადგურე ტიპის ვაქცინა პანკრეასის კიბოსთვის. 8 პაციენტიდან, რომელთა იმუნური სისტემაც ვაქცინამ გააქტიურა, 7 მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ოპერაციიდან 4-დან 6 წლამდე.
ეს თითქმის 90%-იანი გადაჩენის მაჩვენებელია, რაც ბევრად მაღალია ვიდრე პანკრეასის კიბოს პაციენტებში არსებული 13%. ონკოლოგები გაოცებულნი იყვნენ შედეგებით. ერთმა ექიმმა Memorial Sloan Kettering's კიბოს ცენტრიდან ახალი ვაქცინის შესახებ თქვა, რომ მას აქვს პოტენციალი შეცვალოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს მიმდინარეობა. მკვლევრებს ჯერ კიდევ უნდა გაარკვიონ, რატომ რეაგირებს ზოგიერთი პაციენტის იმუნური სისტემა ვაქცინაზე, ხოლო სხვების არა. მათთვისაც კი, ვინ შეიძლება კარგად რეაგებდეს ვაქცინაზე, დიდი კითხვის ნიშანია, შეძლებენ თუ არა საერთოდ მის მიღებას, რადგან გადარჩენის ფასი საოცრად მაღალია. Nalirpoxi, Duraxoni, Rasibi, the personalizable mRNA ვაქცინები. ეს ყველაფერი წარმოადგენს ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და სამედიცინო გიგანტურ წინსვლას. სამწუხაროდ ამ ყველაფერზე წვდომა ამჟამად მხოლოდ ყველაზე შეძლებულ პაციენტებს აქვთ. ამ პრეპარატების თითოეული კურსი 10,000-ობით დოლარი ღირს, ხოლო ის კურსების რაოდენობა, რაც ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში რემისიაში ყოფნისთვის სჭირდება, საბოლოოდ ასტრონომიულ ხარჯებად იქცევა. Nalirpoxis ერთი კურსის საშუალო ღირებულება $7,800-ია. საჭირო მკურნალობის მრავალჯერადი კურსისთვის ეს თანხა მარტივად შეიძლება $150-დან $200,000-მდე გაიზარდოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს საკმარისია კერძო უნივერსიტეტში 4 წლიანი სწავლის საფასურის ან იაფუბანში პირველი სახლის შესაძენად. Холод ერთი პრეპარატისთვის ამ თანხის გადახდა ადამიანების უმეტესობას გაკოტრებამდე მიიყვანს, ხოლო თუ ამას სხვა პრეპარატების ღირებულებასაც დაუმატებთ, ეს სრულიად მიუწვდომელი გახდება. Daraxon Rasibi ჯერ კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ Revolution Medicine-ის პოტენციური მოგების ანალიზმა აჩვენა, რამდენის გადახდასაც კომპანია პაციენტებისგან ელოდება. თიური კურსის ფასი $30,500-დან $17,300-მდე მერყეობს. თითო პაციენტზე საშუალო შემოსავალი $250,000 შეადგენს. ამ ორი პრეპარატის ერთად მიღება უკვე $500,000 გადაახტევინებს საშუალო პაციენტს, რომელსაც პანკრეასის კიბო აქვს. ეს იმ შემთხვევაშიც კი, სანამ ისინი ინდივიდუალურად დამზადებულ mRNA ვაქცინაზე იფიქრებენ. ამ ვაქცინის ფასი, როგორც BioNTech-მა წლების მუშაობის შემდეგ განაცხადა, ალბათ $100,000-ზე ნაკლები იქნება თითო დოზაზე. ექნება თუ არა ყველა პაციენტს წვდომა პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტზე. თუ ეს კიდევ ერთი ჯანდაცვის უთანასწორობის მაგალითი იქნება. ერთი ისეთი, სადაც ელიტა იღებს ყველაზე ეფექტურ წამლებსა და გადარჩენის საუკეთესო შანსებს, ხოლო დანარჩენებს მხოლოდ ქიმიოთერაპიის თერაპიისთვის. უზარმაზარი თანხების გადახდა და საუკეთესო შედეგის იმედი რჩებათ. კარგი ამბავი ისაა, რომ FDA-მ Duraxon Rasibზე გაფართოებული წვდომა დაამტკიცა, მისი ადრეული დამაიმედებელი შედეგების საფუძველზე. და ახლა, როცა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ქრასის დამარცხება შესაძლებელია, ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან საკუთარი წამლების შესაქმნელად, რათა მის ჭავშანში გაჩენილი ბზარით ისარგებლონ. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით Johnson & Johnson-მა $1 მილიარდი დახარჯა ქრასთან დაკავშირებული კიბოს მკურნალობისთვის ბრძოლაში ჩასართავად. თეორიულად, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების შორის კონკურენციამ წამლების ფასები უნდა შეამციროს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ-ში, მრავალი წამალი საშუალო მოქალაქისთვის ფასის გამო კვლავ მიუწვდომელია, მიუხედავად კონკურენციისა. ამ სამედიცინო მიღწევების პოლიტიკური და სოციალური რეალობა მომავალში ჯერ კიდევ დასანახია. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ კიბოს სასიკვდილო განაჩენი დასრულდა. ერთი რამ ცხადია. ჩვენ შევედით ახალ სამეცნიერო რეალობაში, ონკოლოგიის ღმერთის რეჟიმის ეპოქაში, სადაც არც ერთი მუტაცია არ არის შეზღუდული, სადაც არამკურნალობადი მდგომარეობები დაავადებებს არ ხდის განუკურნებელს. ისინი უბრალოდ კიდევ ერთ ამოცანას წარმოადგენენ, რომელიც უნდა გადაიჭრას. ქრას მუტაციების სამკურნალოდ შემუშავებული ახალი მეთოდები შეიძლება გამოყენებული იქნას უამრავ ადრე დაუმარცხებელ მუტაციასა და ცილაზე. ერთადერთი რაც განცირულია, არის პანკრეასის კიბოს საშინელი 13%-იანი გადაჩენის მაჩვენებელი. კვლევების მიხედვით, პაციენტებს, რომლებიც ამ ახალი სამედიცინო სასწაულებით მკურნალობდნენ, პანკრეასის კიბოს დიაგნოზის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ გაუზარდათ. თუნდაც მეტასტაზური პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტებმაც კი სიკვდილის რისკი 60%-ით შეამცირეს. კიდევ უკეთესი, პაციენტების ცხოვრების რეალური ხარისხიც გაიზარდა. Duraxon Rasibis მსუბუქი gravity ეფექტების გამო ამ პაციენტებმა მხოლოდ დამატებითი თვეები კი არ მოიპოვეს. მათ ცხოვრების ხარისხი და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო შეიძინეს. და ერთადერთი რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, იყო დღეში ერთხელ 3 აბის მიღება. ოჯახებს, რომლებიც წარსულში მხოლოდ რამდენიმე თვეს ისურვებდნენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, მტკივნეული და დამქანცველი ქიმიოთერაპიის კურსების გავლით, ახლა ახალი იმედი აქვთ. იმედი ის არის, რომ პანკრეასის კიბოს დიაგნოზის შემდეგ მათ შეეძლებათ ოჯახის წევრებთან ერთად 1 წლიდან რამდენიმე წლამდე გაატარონ. იმედიც კი, რომ ერთ დღეს მათი საყვარელი ადამიანი სრულიად განიკურნება კიბოსგან. სამედიცინო საზოგადოება გაერთიანდა იმისთვის, რომ ადამიანებს პირდაპირ ახალი სიცოცხლე აჩუქონ და ოცნება ის არის, რომ ეს მიღწევები პანკრეასის კიბოთი არ დასრულდება. სამლებით მიუწვდომელი კოდის გატეხვა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ზოგიერთი ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს სამკურნალოდ, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. დღეს შემუშავებაში მყოფი ახალი მედიკამენტები ყოველწლიურად იმდენი ადამიანის გადარჩენას შეძლებს, რომ მთელი დიდი ქალაქი შეივსოს. და ვინ იცის კიდევ, რა სასწაულებს მოგვიტანს მედიცინის მომავალი. ასეთი გარღვევები დროს გვაძლევს, მაგრამ გარდაუვალს ვერ შეაჩერებს. და მათ, ვინც ამას ყოველდღე ხედავს, რამდენიმე მოულოდნელი რამ უსწავლიათ.
გაიგეთ მეტი იმაზე, რას ისურვებდნენ ექიმები, რომ მათ პაციენტებს სიკვდილზე სცოდნოდათ, ან უყურეთ ამ ვიდეოს.